მივესალმები მაყურებელს, შეგახსენებთ რომ ჩვენი მხარდამჭერები არიან სოკარი, სელფი და ტიშერტი. მასალამ სტუმარზე გადავალ, მინდა მაყურებელს ვთხოვო რომ გამოიწეროთ ჩვენი არხი, ეს ჩვენ არხს ძალიან დაეხმარება და დააწვეთ გამოწერის ღილაკს. დღეს ჩვენი სტუმარი არის მსახიობი მარინა კაზაკოვა, მსახიობი და მეტყველების კურსის ლექტორი. Stories არის მენტორი. ხო, სხვადასხვა ტერმინი. ხო, და ვისაუბრებთ მეტყველებაზე, მეტყველების ტექნიკაზე და შემდეგ. სადამ გავაგრძელებთ, საჩუქარი გვაქვს პატარა თქვენთვის. ეს არის შეგიძლიათ გახსნათ ნინას ჰენდმეიდისგან, რომელიც აკეთებს სამკაულებს, სამაჯურებს, მეც ეს ნინას ჰენდმეიდის სამაჯურებს ვატარებ ხოლმე. ნატურალური ქვებისგან დამზადებული სამაჯურები არის, კონკრეტულად ეს არის პირადად თქვენთვის დამზადებული, ეს არის ოკეანის დანალექი ქანებისგან შექმნილი ქვა. ოკეანის იასპი, ესე ქვია, ანუ იმპერატორის ქვას ეძახიან და ეს არის ლომის ზოდიაქოსთვის და თქვენ მეგონი ლომი ბრძანდებით. თქვენ Facebook-ზე ვნახეთ დაბადების დღე და ვიცი ეს ნინას ჰენდმეიდი. ხო, და ნინას ჰენდმეიძე ესე თქვათ ყოველსაც შეუძლია შეუკვეთოს თქო საჩუქრად თუნისთვის უნდა თავისთვის ზოდიაქოს მიხედვით და მართლა ძალიან ლამაზია და ორიგინალური. ხო, სამაჯური და საყურები. გადავიდეთ თქვენს პროფესიაზე. თქვენ ასე გაქვთ მეტყველების კურსი. და ეს პატარა რილსები შემხვდა რამდენჯერმე Instagram-ზე, სადაც ეს პატარ-პატარა რჩევებს აძლევთ ადამიანებს და ეს არის მოკლე ასე ვთქვათ ის თუ რა იქნება კურსის განმავლობაში და მეც ბევრჯერ დავკურები ვარ ცხოვრებაში, რომ ძალიან ბევრი ადამიანია, ვისაც ბევრი საინტერესო ადამიანია, ვისაც რაღაც კარგი გამოცდილება აქვს, კარგი ცოდნა აქვს, მაგრამ რაღაცა აქვს ხოლმე კომპლექსი საუბრის თუ საზოგადოებაში მოხდება განსაკუთრებით და მეტყველების და არა აქვს უნარი რომ გადმოცეს, არა და რომ კონდეს ბევრი საინტერესო რაღაცის თქმა შეუძლია და მოყოლა, მაგრამ აი უბრალოდ ეს თქვათ ნიჭი, ეს სკილები არა აქვს ხოლმე და ამიტომ თქვათ პოტენციალი იკარგება ამ ადამიანების რა ეს შემიმჩნევი შემხედრია ბევრჯერ ესეთი ადამიანი და ამიტომ თვლი რომ ესე ძალიან მნიშვნელოვანი თემა არის ადამიანისთვის რომ სწორად ანუ იცოდეს ეს რაღაცა მინიმუმი უნარები კონდეს მეტყველების და მოკლედ რო აგვიხსნათ ჯერ რა არის ეს მეტყველების კურსი და მე გადავიდეთ ამაზე და მეც პოდკასტის განმავლობაში თუ შემისწორებთ ხოლმე და ამის შესწორებით მეტყველებისგან მეტყველებაზე მადლობელი დაგჭერით. ხო, აიდეც პრინციპში აქედან გაჩნდა რომ ადამიანებს აქვთ გარკვეული დისკომფორტი, ნერვიულობა, შფოთიც კი და ნერვიულობენ და რაღაცა ჭირდებათ, მაგრამ რა აი ზუსტად ვერ ხვდებიან ჯერ სანამ მოვლენ ჩვენთან, მე ვუხსნით ყველაფერს. ეს იდეა გაჩნდა კეპლერის აკადემიიდან, დამიკავშირდნენ და მივედი და მე ფიქრობდი. ძალიან საინტერესო გამოწვევა იყო, იმიტომ რომ აქ არ არის ლაპარაკი მსახიობებზე, ახლა მსახიობებთან მაინც სხვა არის. აპრიორ ადამიანს უნდა საჯარო ფიგურა გახდეს, ანუ მსახიობი და მეტყველება მთავარი იარაღია, ასე ვთქვათ, გამომხატველობის, ხო? ანუ როგორ მეტყველება, მოქმედება და ნუ კიდევ ბევრი რაღაც სხვა, მაგრამ ნუ მეტყველება მთავარი ის არის ატრიბუტი, ასე ვთქვათ, მსახიობისთვის, მაგრამ ისედაც ადამიანები მიხვდნენ, რომ რაღაცა უშლით ხელს და ორატორობა პრინციპში არის ხელოვნება, რომელიც მოდის რა თქმა უნდა ყველაფერი ძველი საბერძნეთიდან და ამას ძალიან დიდი ყურადღება იქცეოდა და მთელი უამრავი რაღაცა ის იყო რაღაცა აკუსტიკა მაგალითად არის ღია სივრცეში ხო ამფითეატრია და აი არის ადგილი სადაც ყველგან ისმის ხო ანუ ეს იყო შესწავლილი და დღესაც ესეთი აი საუნდი ოღონდ არა საუნდი მუსიკის კი არა მსახიობის ხმა რო გაისმას იმ ძველი საბერძნეთის ახლა ლევანმა ახალი თეატრი რო ავაშენეთ იმ მეთოდებს და მეთოდოლოგიას მიადგა რომელიც იმიტომ რომ ნუ ის კი არა რომ წინ არ წავიდა მაგრამ აი საძირკველი და საბუძველი როგორც ყველაფერი მე მგონი მთელი ცივილიზაცია მართლა ძველი საბერძნეთიდან მოდის მათ შორის ეს ხელოვნებაც და რომ დავფიქრდი პროცესში და დავიწყე მოფიქრება რა არის, იმიტომ რომ მსახიობთან სხვა რაღაც მომენტებია და ბუნება სხვა არის მსახიობის, თუნდაც დამწყების და სხვა არის თქვა ბიზნესმენის.
ხო? ის მას არ აურჩევია საჯაროობა პირობითად და მას არ უნდა რომ იდგეს რაღაც რაოდენობა ადამიანების წინაშე და წარადგინოს. არა და დღეს ისე ვითარდება ყველაფერი, რომ უამრავ იგივე ექიმსაც ჭირდება ხო პრესკონფერენციები აქვს, შეხვედრები აქვს, ამის ყველაფრის დეკლარაცია, ასე ვთქვათ, მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ერთი რომ მე ვიცი ვარ პროფესიონალი ამა თუ იმ საქმის და მეორეა როგორ მიმაქეს მსმენელამდე და უხეში ნათქვამია, რომ ჩვენ ყველა რაღაცას ვყიდით. თუნდაც გამოცდილებას, ცოდნას, ხო, პროფესიონალიზმს და ამას წარდგენა არანაკლებ მნიშვნელოვანია ვიდრე ცოდნა. ანუ, რა თქმა უნდა, ცოდნა, ამას საბაზისო ცოდნაზე ვთანხმდებით, რომ როდესაც ადამიანი არის შემდგარი პროფესიონალი და მერე იწყება რაღაცა, რაც ითხოვს იმ უნარებს, რომელიც ხანდახან ადამიანს უბრალოდ აქვს და არც დაფიქრებულა ამის შესახებ, როგორც, რა ვიცი, თამადა ვიღაცა, უცებ აქვს რაღაც, ხო, ყველაფრის იმის ნიჭი, რომ ეს ყველაფერი გადმოსცეს და ვიღაცას ნაკლები. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არის არაპროფესიონალი ან არ იცის თავის საქმე. თავის საქმე იცის და აი ეს მეორე ნაწილი არის, სადაც ჩვენ, ასე ვთქვათ, უნდა ჩავერთოთ. და თავიდან აი ეს იდეა რო გაჩნდა, ძალიან ბევრს ასევე ბევრ პოდკასტიც ნახე ჩავერთე, ვთქვათ, უფრო უცხოურ იმიტომ ჩვენთან ნაკლები გამოცდილება ამისი, რომ არა მსახიობებთან და ვთქვათ, არა მომღერლებთან, ანუ რაღაცა რო იყოს ესეთი სწავლება სკოლაში ეს ნაკლებად რამოდენიმე სკოლაა, სადაც არის ვთქვათ სპექტაკლები, რაღაცას აკეთებენ, მაგრამ ეს კიდე სხვა არის, აი საჯარო მარტო რო ხარ ადამიანი და რჩები პირისპირ მაყურებლის წინაშე რა თქმა უნდა არ არის იოლი. თანაც აი სტატისტიკას გეტყვით, რომ 70%-ს კაცობრიობის არ უნდა. საჯარო გამოსვლები არ არის მათი საოცნებო. ხო, და ძალიან დიდი ადრენალინთან და ნერვიულობასთან არის დაკავშირებული. ძალიან. ესე ადარებენ ახლა ვიცი ამდენად ისტორია, რომ არა, აი პილოტი, უბრალოდ კოსმონავტი რო ღია კოსმოსში გადის პირველად იმ ადრენალინის დაახლოებით ისეთი ადრენალინის დონე არის, როცა პირველად პირდაპირ ეთერში ხარ ან საჯაროდ გიწევს გამოსვლა და სიტყვის თქმა პირველად ცხოვრებაში. და ედრება კიდეც, ეს არ არის ძალიან გამტკიცებული მეცნიერულად, მაგრამ ადარებენ გარდაცვალების შიშის შემდეგ მეორეა შიშებს შორის. თუ ადამიანს მის ეშინია, თუ სერიოზული შიში არის. სერიოზულია. მართლა ნამდვილად ესე, მაგრამ ეს რაღაცა ანამნეზია, ასე ვთქვათ, ერთნაირია იმ მხრივ, რომ აი პირი უშრებად, ღელავენ, ფოთლავთ, ოფლიანდებიან და რაც მთავარია, ავიწყდება ადამიანს ის მთავარი რამ, რის გამოც საერთოდ ხმა მოიღო და რისთვისაც ამა თუ იმ საზოგადოებაში მოუწია ამაზე საუბარი. და აი რასთან არის ეს კავშირში და აი ამ პრინციპში ჩვენი კურსი შედგება ორი ნაწილისგან, ერთი არის აი მე არ ვარ ფსიქოლოგი, მაგრამ მე პრაქტიკოსი ვარ, იმიტომ რომ 35 წელია სულ ამ გადალახვასთან მაქვს საქმე რა არის, ხო, მსახიობი პრემიერაზე ყველა ნერვიულობს, არა მარტო პრემიერაზე, ეს ისეთი ღელვაა და ამის ასე ვთქვათ გადალახვის ტექნიკა კი არა და ცოდნა და გამოცდილება ნამდვილად მაქვს და ამას უზიარებ, რა თქმა უნდა არ ვიჭრები იმაში, რაც ჩემი კომპეტენციაში არ შედის და ბავშვობიდან მოდის ეს თუ რაღაცა ცუდი გამოცდილებიდან და მოკლედ ამაში რა თქმა უნდა ისი ბრალია მოაწყოს, მაგრამ ის რომ მე ეს ნამდვილად ვიცი, არის რაღაცები, რაც ყველასთვის კარგი რეკომენდაცია. არის რაღაცები ინდივიდუალურია, მაგრამ რაღაც რჩევა და რაღაცა გარჩევა ამის რატო გვემართება და რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ნაკლები დისკომფორტი გქონდეს. აი ამაზე კი ნამდვილად ამას განვიხილავთ, არის სულ 8 ლექცია ძირითადი თემების, არის მე იშლება ბევრი თემა, მაგრამ უფრო ინდივიდუალურია და აი ამ 8 ასე ვთქვათ ლექცია თუ გაკვეთილი და რაც გვინდათ შეხვედრის დროს ამას განვიხილავთ და მეორე ნაწილი ტექნიკური. აი რა უნდა გავაკეთოთ, იმიტომ რომ
სავარჯიშოები და რა თქმა უნდა. თქვენ რა თქვით რომ ნერვიულობთ პრემიერის წინ ეს ისე საჯარო გამოსვლის წინა ნერვიულობა არის თუ უბრალოდ სპექტაკლი გაამართლებს თუ არა და ყველაფერი ეგეც არის. და მე ბოლო არის მაყურებელი, ან შემფასებელი არის მაყურებელი და აი ამის ნერვიულობა ეს ამითია ჩვენი პროფესია, ჩემი აზრით საოცარი, რომ არასდროს არ ახარ დარწმუნებული, რომ ყოველთვის გამოვა. აი მაგალითად ვიღაცას აქვს უკვე რაღაც პროფესორი, აკადემიკოსი ან რაღაც ხო ცენზი და მსახიობი შეიძლება 10 როლი კარგად ითამაშოს და ერთი ვერა და მაინდა-მაინც იქ მოხდეს ის მაყურებელი, რომელმაც თქვა, ეს ნიჭოა. ხო. და დამთავრდა. ზოგადად რა კატეგორიის რა პროფესიის ადამიანები მოდიან კურსზე? რა ასაკის? სხვადასხვა. ბევრი აი ბიზნესიდანაც მოდიან, იურისტებიც მოდიან, ადვოკატები უფრო მოდიან. ნაკლებად ხელოვნების ხალხი, უფრო ესეთი, ვისაც საესჭირო, ექიმებიც მოდიან, ექიმისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია. კი, მარტო საზოგადო გამოსვლა არა, ალბათ ერთ-ერთი ადამიანთან ურთიერთობას სწავლობ მათ, ხო? რა თქმა უნდა. ეხლა ბებია ჩემი ექიმი იყო და სულ ამბობდა, რომ პაციენტის ნდობა უკვე განკურნების გზაზე მდგომი ხდება, როგორც კი ენდობა ექიმს ის იმწუჩვია და ეს ნდობა საიდან მე რა ვიცი სკალპელით ხელში არავინ არ გვინახავს პირობითად, მაგრამ როცა შენ გესაუბრება, რომ აი თითქოს მშვიდები და მიყვები მას ხო, ძალიან მნიშვნელოვანია კი ექიმთანაც როცა მიდიხარ, როგორ დაგელაპარაკე პირველი შეხება როგორ იქნება, მაგას ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან, მაგიტომ საოპერაციოში ვინ გვინახავს, ხო? ახლა ჩვენ ხო არ ვიცით როგორ განსაზღვროთ. ჩვენ ხვდებით, კი ვიცით რომ რაღაცა რაღაც გამოცდილია, რაღაცა გაგვიგია, მაგრამ ის როგორ დაგელაპარაკება და როგორ აგიხსნის თუნდაც იმას რა გელის, ასე ვთქვა და რა პროცესები იქნება. პირველი რა არის, ან ყველაზე მთავარი რა არის, ან თავდაჯერებულობა მოვიპოვოთ, რაღაც ნერვიულობა, აი მთავარი ყველაზე რთული გადასალახი რა არის, თქვა თორსა გავდივართ აუდიტორიის წინ და წავდგეთ. აი, მოთხოვნა კი არა, სურვილი არის რომ ვიყო დამაჯერებელი, ხო? ანუ რომ ვიყო თავდაჯერებული, მაგრამ საიდან მოდის ეს თავდაჯერება? უბრალოდ სარკისტი ხარ დავტკივით, არის ეგეთი მეთოდიც, მაგრამ მე ნაკლებად მჯერა და ცოტა ისე უყურებ ამას ირონიით, რომ უთხრა საკუთარ თავს, რომ ძალიან კარგი ხარ, ძალიან ჭკვიანი ხარ და ესე ვერ ჩდება დამაჯერებლობა, ხო? ანუ ადამიანი ამას უნდა იაზრებდეს და რომელი საგანი გვიყვარს, რომელიც ვიცით. და როცა იცი რისგან შედგება მეტყველება და კომუნიკაცია პირობითად, აი საბაზისო რაღაცა მნიშვნელოვანი. როდესაც უკვე ცოდნით უყურებ ამას ყველაფერს, ხო? ის ნერვიულობაც გაცილებით უფრო გააზრებულია და იცი როგორ უნდა იცხოვრო ამ ნერვიულობასთან ერთად. პირობითად როცა მეკითხებიან, რომ შეიძლება რომ საერთოდ არ ვინერვიულო, მივაღწევ ამას. არა, ეუბნებიას ტყუილია, იმიტომ რომ რა არის ნერვიულობა, პასუხისმგებლობაა. ვინ არ ნერვიულობს საერთოდ? ეხლა რო ვთქვა, რომ საერთოდ თუ არასდროს არაფერზე არ ნერვიულობ, ან არ გაინტერესებს, რბილად რომ ვთქვა, ან რაღაცნაირი ესეც რაღაცა უცნაური ფსიქოლოგიური განწყობა. თავდაჯერებულობის ხო ესე თქვა ყალბი თავდაჯერებულობა არ არსებობს. არ არსებობს. არის ესეთი კომპლექსი, როდესაც თამაშობენ, რომ აი არა, მაგრამ მაინც ნერვიულობ, ამას არ აკჯობ. რა ფორმას, აი აქ მნიშვნელოვანი არის, რომ ფორმას კი არ უნდა მოვეჭიდოთ და გარეგნულ ეფექტებს. არამედ შინაარსს, აი და თავარ ძირითად, ასე ვთქვათ, თეზისებს, რომ რა არის და რისგან შედგება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. აი პირველი თუ რჩევაზე ვლაპარაკობთ, რა თქმა უნდა, არის თემის ცოდნა და აი ვთქვათ რაღაც თემა. პირობითად ხო არ ვიცი, აი ვარ. რა თემაზეც უნდა ვისაუბროთ, ხო? თემაზეც უნდა ვისაუბროთ და მასზე კონცენტრაცია ნახეთ. ყველაზე მნიშვნელოვანია რა ხდება, როდესაც ადამიანი ესაპასუხისგებლობ რაღაცა შეხვედრა აქვს. ის იწყებს ფიქრს, როგორ გამოვიყურები. აი ხლა არასწორად თქვი. ან იწყებს რაღაც უკმაყოფილებას, კონტროლს საკუთარი თავით და სინამდვილეში ჩვენ კი არ ვეხმარებით ჩვენ თავს პირიქით ხელს უშლით.
როგორც კი მე თემაზე კონცენტრირდები, ანუ იმაზე რა მაქვს სათქმელი, ან როგორ შედგა ეს თემა, აი თუნდაც ფიქრის კატეგორია, ხო, აი ესეთია, ხო, ფიქრობ, აი როგორ მივედი ამ დასკვნამდე ან რაღაც. იმ წუთშივე მეტყველებაც იწყებს სწორედ მუშაობას. აი ესეთი ის არის კავშირი. მეტყველება არ არის ცალკე ორგანო, ასე ვთქვათ. ის ჩვენთან ერთად მოქმედებს. ანუ ჩვენ როდესაც ვართ მეგობრებთან ვართ სხვა და ჩვენი მეტყველებაც სხვა არის, როდესაც ვართ რაღაც მნიშვნელოვან შეხვედრაზე არის სხვა, პირობითად პაემანზე რომ მიდიან ახალგაზრდები ერთმანეთს ხვდებიან სხვა და ასე შემდეგ და ჩვენი მეტყველებაც იცვლება. შეიძლება ძალიან მნიშვნელოვნად არა, მაგრამ იცვლება. ну, როცა ვღელავთ სხვანაირები ვართ, როცა მოშვებულები ვართ, სხვანაირები ვართ, ხო? და აი ამას რომ მეტყველება კი არ გომართოს ჩვენ, არამედ ჩვენ მართოთ მეტყველება. აი ამისთვის არის ეს, ასე ვთქვათ, კურსი. და ამაში პირველი და ძირითადი არის თემაზე კონცენტრაცია და ნაკლები კონტროლი, როდესაც თუ ხმა მოვიღეთ, ნუ ვაკონტროლებთ საკუთარ თავს. მერე გავაანალიზოთ როდესაც დავამთავრებთ საუბარს, მაგრამ როდესაც ვსაუბრობთ, უნდა ვიყოთ მხოლოდ თემაზე კონცენტრირებული. აი მაგალითად, როდესაც ველოსიპედზე ვხედავთ, ხო, როცა ვატარებთ და გზა არის. ხო, ჩაგიხედავთ ქვემოთ და აი რო უყურებ ბორბალს, იქ როგორ მუშაობს, იმ წუთშივე წონასწორობას კარგავ. აი დაახლოებით იგივეა. ხო, ფსიქოლოგმა შეადარა და ძალიან მომეწონა, სწორია. ეს არის, როდესაც თემაზე ვარ კონცენტრირებული და ვფიქრობ, რა უნდა ვთქვა და არა როგორ, მაშინ ყველაფერი ლაგდება. სიტყვებიც ჩდება. აი ისეთი, რომელიც შეიძლება დავიწყებულიც კი ქონდეთ, აი აღარ ვფიქრობ, არ იწყებ აი ეს სიტყვა პარაზიტები აღარ მოდის დამხმარე ძალად, არამედ მოდის აზრი, იმიტომ აზრი ყველაზე სწრაფია, ფიქრი. ამიტომ ხშირად ჩვენ პროცესში ვიწყებთ საკუთარი თავის მოკლედ ხო მე შეფასებას იწყებ შენი თავის და ალბათ მე ტვინის მთელი რესურსი მიდის იმაზე როგორ გამოვიყურები რას ვაკეთებ და არასწორი ვქენი ესე კი არ უნდა მეთქვა ეს უნდა მეთქვა და იმ წუთშივე აი ჩვენ ვეძახით გიყირავდება აი ასობგერებიც შეიძლება ვერ გამოთქვა უცებ რაღაცა ეს მე ვამბობ ელემენტარულებზე და ზოგჯერ არის რომ საერთოდ აი უთქვამთ რომ მეც მქონია ესეთი რომ საერთოდ ამავიწყდა ეს არის იმაგეთად გამოცდაზე რას ვაკეთებ თითქოს აი გამოცდაზე ხო ყოფილა რომ გამოცდაზე ისტორიის გამოცდა იყო და ისეთი საკითხი მომივიდა რომელიც ზეპირად ვიცოდი ანუ აი ფოტოგრაფიულად მახსოვდა აბზაცები იმდენად ზეპირად ვიცოდი რატო გამოვარჩიე ის თავი არ ვიცი მაგრამ ესე მახსოვდა და რომელ წელს მოხდა ისიც კი ვერ გავიხსენე ეს ისტორიული მოვლენა ის კი არა რომ მე მომეყოლა ანუ საერთოდ უცებ აი საერთოდ გაქრა ყველაფერი რა ხო აი ქრება და გონია რომ გინდა რომ დაიძახო დედამ და წახვიდე და დაიმალო და ეს თან რაც მთავარია ეს ემართება გამოცდილ ადამიანებსაც, მცოდნესაც. ანუ აი უცნაური რამ არის რომ აი ეს არ არის. აი რაღაცა საპასუხო ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი. განსაკუთრებით როდესაც ადრენალინი გამოიყოფა. არის რომ უბრალოდ ნერვიულობ და არის რომ აი ადრენალინი ესეთი ერთგვარი ატავიზმის შემოგრჩა ხო რომ რაღაც ჩვენ წინაპარი უფრო დიდ სიჩქარეს ანვითარებდა როდესაც რაღაც საშიშროება ნუ ან ლომი ან რაღაც გამოხდებოდა ბუჩქებიდან და ეს ადრენალინი გვაქვს ჩვენ ანუ არ წავიდა არსა და რომ ძალიან რო ნერვიულობთ ის გამოიყოფა და შეიძლება აი ხელებიც გიკანკალებდეს აი მე მახსოვს პირველად რომ გავედი სცენაზე საბჭოთა დროს არა ფსიქოლოგიურ ჩვენ იმაზე პირდაპირ არ ნერვიულობდნენ და არ გამზადებდნენ ასე ვთქვა და არც იყო ეს მიღებული ეს ცოდნა ხო დიდა ცოდნა და ამდენი ხო ფსიქოლოგიური მიდგომა არ ქონდათ და მახსოვს რომ მზად ვიყავი ყველაფერი ვიცოდი ყველაფერი რეპეტიცია და უცებ აქ შვიდად ხელებიც ყველაფერი რიგზე იყო და უცებ დავიხედე და ვხედავ რომ ფეხები თვითონ დადის ეს აი ესე კანკალი და არ ვიცოდი რა მექნა ხან ვიჩქმიდე ხან ვაჩერებდი ამ ფეხებს ვერაფრით ვერ ვერეოდი რომ დავინახე სავსე დარბაზი პასუხისმგებლობა მიმატა და ეს ენერგია და თან ეს ხო იმიტომ მოვყევი სირბილზე ანუ ფიზიკურ მოძრაობას და რო არ უნდა გააკეთო პირიქით უნდა იდგე და ამას რაღაცას შვიდად პირობითად რაღაც თამაშობდი ან ყვებოდე რაღაცას და არ გჭირდება არანაირად ეხა ფიზიკური მოძრაობა და აი საწავიდეს ეს ადრენალინი და როგორ მოვიშოროთ რამე სავარჯიშო არის რომ ტვინი მაგ მიმართულებით გაავარჯიშო რომ
არის ფიქრო სხვა რაღაცებზე და კონცენტრირდეს საქმეზე. აუცილებლად. ეს არის ზუსტად აი მთავარი რომ მითხრა პირობითად რომ აი მხოლოდ ერთი ლექცია უნდა წაიკითხოთ, აი მხოლოდ ერთი ეს არის ძირითადი. აი თუ სხვა არაფერი, რომ ვთქვათ, არის მთავარი, რომ ჩვენ არავითარ შემთხვევაში როგორ კატეგორიაში ანუ როგორ კითხვა არ დავსვათ. მხოლოდ საკუთარ თავს რას ვამბობ, რატომ და რისთვის. აი ეს არის ჯადოსნური სამი კითხვა, რომელზეც უნდა ვიყოთ კონცენტრირებული. ხო? რატომ ვამბობ? აი პირობითად ახლა თქვენ მეკითხებით, მე ვიცი სიტყვებს, მაგრამ რისთვის? იმისთვის, რომ ინტერვიუ გამოვიდეს კარგი. ეს უკვე ჩვენ ენაზე ქვია გამჭოლი მოქმედება, ანუ შედეგი. მაგრამ ამ თემაზე როცა ვარ კონცენტრირებული, იმ წუთშივე ჩემი სიტყვები არავერბალურიც იწყებს სწორად მოქმედებას. როგორც კი ვიწყებ, რომ იქნებ ესე კი არ უნდა მეთქვა, ეს უნდა მეთქვა, ვიწყებ თქმულტვას, სუნთქვა ხშირდება, ვიწყებ რაღაცა ღელვას და რაც მთავარია, ზუსტად ვბადებ მსმენელში არადამაჯერებელი სპიკერის ან ინტერვიუერის შთაბეჭდილებას. აი იმ წუთშივე ეს ჩდება. თან რა არიცით? ცნობილი დაკვირვება მაქვს. ხშირად ჩვენ სხვა რაღაცას გქნობთ, ადამიანის სხვა რაღაცას კითხულობს. ჩვენ ხო არა მარტო სიტყვებს ვისმენთ, ჩვენ კითხულობთ, ასე ვთქვათ, ემოციებსაც. ჩვენ შთაბეჭდილება გვექნება, ჯერ ვთქვათ, ვიზუალურად, ხო რაღაც და მე ადამიანი როდესაც იწყებს საუბარს. აი როდესაც ადამიანი თვითონ ღელავს, მეორე ადამიანი გაგებით ნაკლებად ეკიბდება, არამედ გონია რომ არ იცის საგანი. აი ესეთი ხო შეიძლება რომ გაგებით მოეკიდოს მე ვღელავ და ანდა მაგალითად ვღელავ და ვიწყებ სწრაფად ლაპარაკს მეორე ადამიანს ექნება შთაბეჭდილება რომ არ მაინტერესებს და მომიგდო რაღაცა და წავიდა ანუ ის უკავშირები ანუ რაღაცა რა ხდება ხო ამ დიალოგში და მე აღარ უსმენს რას ამბობს ხო და განსაკუთრებით დღევანდელ დღეს არ გათვალისწინება ამისი და ამაზე არ ფიქრი და საუბარი ნუ ჩვენ ლექციების პარგლებში ვამბობ რაც ხდება არ შეიძლება მე სულ მაგას ვამბობ როგორც ჩვენ სკროლავთ პირობითად და ვიცით რომ YouTube-ზე თუ 11 წამი თემამ კონტენტმა ან რაღაც არ დაგაინტერესებს სკროლავთ ჩვენ ერთმანეთსაც სკროლავთ ასე ვთქვათ აღარ უსმენთ ანუ ადამიანი გადადის საკუთარ ფიქრებს და რაღაც თავის დასკვენ და შეიძლება გიქნიოს ესა თავი მაგას არ გისმინოს კი, არის ხოლმე მეც დამჭერია ჩემი თავი რაღაცას უსმენ და მე ხვდები რომ ხო, აი ვეღარ თუმე кайხანია და სხვა რაღაცას ვფიქრობდი და მე ვიმდები. ერთ-ერთი მე რაღაცაც გამოვიარე, ანუ თავიდან პოდკასტსაც რო ვიწყებდი, მაგრამ უფრო ადრე მოვიხსენი რაღაც დიდი დოზით ეს ნერვიულობა იყო. თქვენც ახსენებთ იქ რომ თვით იუმორი, თვით ირონია მნიშვნელოვანი არის ესეთი რილსიც შემოხვედრია. რომ საკუთარ თავზე შეძლო რაღაც ხუმრობა და ამითი აუდიტორიას ასე ვთქვათ დაანახო რომ შენც ის რეალობის განსწრასაც ის ხედავ შენც იმას ხედავ რაღაც ესეთი ფსიქოლოგიური მომენტია მაგრამ გარდა ამისა თვით იუმორი დამეხმარა იმაში რომ აი თუ ნერვიულობდი იმაზე რომ მე არ შემეშალოს იუმორმა დამანახა რომ მე რა შეგეშალოს ანუ ვინ ხარ ისეთი რომ რაღაც არ უნდა შეგეშალოს რა მოხდა რა ანუ და არ როგორ თქვა რა მივხვდი რომ არ არის ესეთი მნიშვნელოვანი როგორ თქვა არ არის ესეთი მნიშვნელოვანი რომ აი ხა მე რაღაცა უნდა შემეშალოს რა არა უშავს თუ მეც რაღაცა არასწორად თქვი და არა უშავს თუ რამე არ გამომივიდა და მე დიდი წილი ნერვიულობის მომეხსნა რა თქმა უნდა და არა მარტო თქვენ მოგეხსნათ მაგდროს ჩვენ შორისაც აი როდესაც ანუ მსმენელსა და თქვენ შორის მსმენელსაც მოეხსნა ასე ვთქვა ხო იმიტომ რომ მსმენელიცაც აქვს თავისი რიტმი თავისი ნერვიულობა, თავისი არ აქვს მნიშვნელობა, ყველა რაღაც პრობლემით მოვიდა პირობითად, ხო? და როგორც კი თქვენ და იმ წუთში თფება იუმორით, თვითირონიით. შეხედეთ რაღაცა, იმ წუთში მომახედებთ და მოსმენას ვიწყებ სხვანაირად. ჩვენ ხვდებით ერთნი. და არა თქვენ სადღაც პიედესტალიდან რაღაცას გვესაუბრებით ზემოდან, ქვემოთ. და მე რაღაცა ნუ ის არის სადღაც და აი არაფერი ემპათია, სიმპათია არ ჩდება. აი თვით ირონია, იუმორი საოცრად კრავს აუდიტორიას. რატო არის მნიშვნელოვანი ჩვენთვის, რომ მაყურებელთან აი კონტაქტი, აი
შედგეს და რეაქციაზე რატო არის ასე ძალიან მსახიობი დამოკიდებული. სწორედ მაგიტომ, იმიტომ რომ როგორც კი სწორი რეაქციები 100 იმდენს აი გაცილებით მეტი ენერგიით იწყებ თამაშს და სულ სხვანაირია მერე შენი თამაშის ხარისხი. ხო, მაგრამ ხო, პრინციპში ეს არის უფრო ალბათ უშუალო კომუნიკაციის ნიჭი, მაგრამ იყვნენ ორატორებიც, რომლებიც აი პედესტალი ხსენეთ, მაგრამ პედესტალი ნალაპარაკობდნენ, მაგრამ შეელოთ ხალხის დაჭერა. ეს კიდე ცალკე ნიჭი არის. ჩემი უმირია ჩერჩილი მაგალითად ძალიან ბევრ რაღაცა წავიკითხე და ნახე მის მუშაობის ასე ვთქვათ რაღაცა მინდოდა რომ რაღაცები გადმომეყო ხო და პრობლემები ქონდა მეტყოლებაში ქონდა რაღაცა და ემზადებოდა ძალიან 8 საათი ემზადებოდა ერთი სპიჩისთვის ну იქ ძალიან გენიოსი იყო და იქ აზრობრივათაც გასაგებია რომ ემზადებოდა აი რა უფრო მნიშვნელოვანია ხო პოლიტიკური რაღაცა სულები და რა როგორ უნდა თქვას ქვე ტექსტი რა იგულისხმოს ერთს ვამბობ მეორეს გულისხმობ მესამეს ვფიქრობ და ასე შემდეგ მაგრამ გარდა მაგისა აი თვითონ სარკესთან ემზადებოდა ესეც არის ერთ-ერთი ესეთი რჩევაც და ну ვინ როგორ ირგებს აი ეს ინდივიდუალურია მაგალითად არის რჩევები უნივერსალური რომელიც თითქმის ყველას აი მაგალითად რაც წინაზე ვთქვი მან ზემოთ აღნიშნა რომ თემაზე კონცენტრაცია და აი სარკესთან მუშაობა ცოტა ინდივიდუალური მომენტია იმიტომ რომ მე მაგალითად სარკესში არ შემიძლია იმიტომ რომ უყურებ კიდე უფრო მეც ვაკრიტიკებ ჩემთვის ან მეცინება საკუთარ თავზე და რაღაცა არ მომწონს მაგრამ ეს არაფერს არ ნიშნავს მეორე ადამიანს ძალიან ეხმარება ან მესამეს და ან მეათეს და სარკესთან ამუშავებდა იმას რაც უნდა ეთქვა და ემზადებოდა კარგად და ძალიან ბევრს მუშაობდა ტექნიკაზეც მათ შორის. მეტყოლების ტექნიკაზე. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ქონდა რაღაც კონკრეტული იქ რაღაც არსებობს ჩანაწერები ის რაღაც სიტყვით. არის, ხონდა ისეთი აი კარგი მისი კუმირი იყო ასევე საბერძნეთიდან და იმის ჩანაწერებს ეძებდა, ეხლა მაშინ არ იყო ამდენი ChatGPT და რაღაც ამდენი პოდკასტი და ამდენი უამრავ რაღაცას ნახავ დღეს და ნუ ის ეძებდა ამას და ძალიან ბევრ რაღაცებს მოკლედ მეცადინეობდა ასე რომ ვთქვათ, მაგრამ ამას აქვს ნიშნულობა, მაგიტომ ვამბობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი არ არის ეს აი ესეთი რომ კაი რა მნიშვნელობა გვიცი და ეხლა ნუ რა ვიცი ერთია და მეორეა როგორ მოვიდან ხო აქამდე. თავდაჯერებულობის მერე შემდეგი რა არის? კიდე რა მეტყველება სწორი თუ მეორე და ძალიან მნიშვნელოვანი, აი ძალიან მნიშვნელოვანი არის პაუზა. ვინც ფლობს პაუზას, ფლობს მეტყველებას. აი შეგვიძლია მაგალითად ვიღაცა გავიხსენოთ საერთო ნაცნობები და აი იქ სადაც ყურადღება რაღაცამ შეგაჩერებ რა ვიღაცაზე და კონცენტრაცია გაგაკეთებინათ, აუცილებლად ფლობს პაუზას, პაუზას და ინტონაციას. ანუ ეს არის აი გამსაზღვრელი მეტყველებაში ჩვენ ვაკეთებთ ყველა პაუზებს არ არსებობს ადამიანი არის მინი პაუზები არის ცოტა დიდი პაუზები და სხვადასხვანაირია პაუზა არის ბევრნაირი აი პირობითად აი დასაწყისიდან როცა ვიწყებთ მაგალითად წარდგენა ხო მე ვარ მანანა კაზაკოვა ერთია და მეორეა მე ვარ მანანა კაზაკოვა აი რომელი უფრო დამაჯერებელი იყო მეორე, ხო? როდესაც მე ვაცალე, იმიტომ რომ აქაც სმენელი ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ ხშირად ვფიქრობთ მარტო ჩვენ ნაზრებზე, ან რა გვაქვს სათქმელი, ან რა გვაქვს მოფიქრებული, რო ვთქვათ, მაგრამ არ ვითვალისწინებთ სმენელს. იმიტომ რომ ადამიანსაც ჭირდება, რომ გაიაზროს. აი პირდაპირ მოვიდა და გამარჯობა მე ესა და ეს ვარ და ესა და ეს ვარ, არის სხვა და მეორეა რომ მე დავდექი პირობითად სადღაც და მოგეცით საშუალება რომ მინიმუმ შემომხედოთ, აღმიქვათ, რაღაც აზრი გაგიშეთ და მე წარვადგინო საკუთარი თავი. პაუზა არის დასაწყისშიც, შუაშიც და ბოლოშიც. აი ანუ ყველგან ის საზღვრავს ჩვენს მეტყველებას. აი ანუ კონსტრუქცია არის აი ყველგან არის ეს პაუზები. რატო არის ხშირად აი სიტყვა პარაზიტები რომ ერთად ვერ ავსებენ პაუზებს ადამიანები და იწყებენ ჩემი თავი დამჭერი ეს მოკეთებ ხოლმე რომ შევავსო პაუზა. რო გადავიდა ამ დროს არის პაუზა.
აი სწორედ ეს რომ ეს პაუზის დროს ბევრი რა მართლა ჯადოსნური რამ არის თუ მეტყველებაზე საუბრობთ, იმიტომ რომ ბევრ რაღაცაში გვეხმარება. ჯერ ეს ერთი მე აი მაგას დასაწყისზე ვთქვი ხო აი შუაში მაგალითად როდესაც მინდა რომ რაღაცას ძალიან გაუსვა ხაზი როგორც მაგალითად ზახილის ნიშანი და ან ხაზი გაუსვა როგორ უნდა გავაკეთოს მეტყველებაში აი მაგალითად ძალიან მნიშვნელოვანია რომ ჩვენ პაუზა ვფლობდეთ აზრი მაგალითად ძალიან მნიშვნელოვანია რომ ჩვენ პაუზას ვფლობდეთ იმ წუთშია თითქოს მე იმ აზრს გავუსვი ხაზი ეხლა კიდევ უფრო რაღაც რთული წინადადება შეგვიძლია რომ ვთქვათ რისი ხაზგასმაც მინდოდა ამაზე გაგამახვილებინეთ ყურადღება და არა იმაზე რაც ვთქვი თუ მე ეს ვთქვი პაუზის გარეშე შეიძლება გამოგრჩეს ხო თუ ძალიან ჩასაფრებული არ ვარ და კონკრეტულად მაინტერესებს რაღაცა ხო თუ ეს არ არის და მსმენელი ხან ესეთი შეხვდება ხან ისეთი და მე მინდა რომ იმიტომ ვთქვი რომ თუ ვინც პაუზას და ინტონაციას ფლობს მეტყველებას მე მინდა რომ იმას გაუსვა ხაზი რაც მე მინდა და არა მარტო თქვენ მოგანდოთ არჩევა. ეს პაუზის ფლობა როგორ უნდა მოახერხო უბრალოდ ამას ყურადღება მიაქციო შენ თვითონ რომ თუ რაღაც ტექნიკა არ იქნება რაღაც პრინციპი ხო იმიტომ ყველა წინადადება და ყველა ეს რაღაც ვარჯიშია სათქმელი ინდივიდუალური ძალიან კარგი ვარჯიშია მაგალითად ბავშვებთან თუ პატარა ბავშვები ყავთ იმიტომ რომ ბავშვები არ გპატიობენ ერთფეროვნებას მაგალითად ზღაპრებში თან ბევრია ესეთი პაუზა და ინტონაცია იმისთვის რომ ჩვენ გავიგოთ რომ აი შევიყვანოთ ამ ზღაპრულ სამყაროში ხო რაღაცას რომ ვუკითხავთ ამიტომ იქ ძალიან ერთ-ერთი ტრეინინგია ძალიან კარგი ხმამაღლა კითხვის და თან აზრით ბავშვს ეს სჭირდება თქვენ ყველას ჩვენ ვაკეთებთ ტრეინინგი არის ბავშვს წაუკითხო ხო წაუკითხოთ იმიტომ ჩვენ ამას ვაკეთებთ უბრალოდ შეიძლება არ ვაქცევთ ყურადღებას საკუთარ თავსაც უბრალოდ ამას როცა ვაქცევთ ყურადღებას და აი მაგალითად პირობითად ხმამაღლა ბავშვს ვუკითხავთ ბავშვი თვითონ მოგთხოვთ ამას ესე პირდაპირ ვერ ჩაუკითხავთ ისე რომ რაღაცას ხაზი არ გაუსვათ მე მოდიო და მე ეს მოხდა მე დაიწყებს თამაშს ხო ამიტომ იქ ჩვენ ამას ვაკეთებთ ყველანი და ერთ-ერთი აი ესეთი რეკომენდაცია რომ ხმამაღლა ვიკითხოთ ბავშვებისთვის განსაკუთრებით ზღაპარში თავისთავად არის ბევრი ხაზის გასასმელი რაღაცეები და პაუზას ითხოვს და ბავშვიც არ გვაპატიებს იმას მიფუჩეჩებას ტექსტის და ამიტომ ჩვენ ამას ვაკეთებთ ერთ-ერთი მაგალითად ტრეინინგი ეს არის და რა თქმა უნდა დაკვირვება აი რომ დავაკვირდეთ არ ვიცი ვინ დავასახელოთ აი მაგალითად ვინმე ანტიგმირიც რო იყოს მაგალითად ვიღაცა არ მოგწონდეს მაგრამ აი რაღაცნაირი საუბარი როცა აქვთ არ ვიცი ვთქვა მაგალითი არ ვიცი არსებობენ მოკლედ ესეთებიც ანუ ადამიანებს ვისაც აი რაღაცნაირი მანერა აქვს საუბრის რომ არ გამოგრჩება რა თქვა შეიძლება მოგწონდეს ის ან არ მოგწონდეს ამას არ აქვს მნიშვნელობა მაგრამ ის ამას ფლობს ხო და პოლიტიკოსებს ჭირდებათ ეს უნდა იცოდნენ აუცილებლად ძალიან ცოტა პოლიტიკოსს აქვს ეგუნარები ხა რა ძალიან კი ძალიან ცოტა არა და საჭირო არის მის პროფესიისთვის იმიტომ რომ თუნდაც გამაგებინოს ისე თქმა უნდა რა თქმა უნდა ხო შეიძლება ძალიან სწორს იძახდეს მაგრამ ხო განსაკუთრებით ერთი დეგიოს როცა ლაპარაკობენ აი ეს აქვთ ხო ისინი ხო ვერ დაიწყებენ გათამაშებას წავიდა ერთ არხზე მეორეზე მესამეზე და ჭირდება რომ რაღაც მესიჯი მოვიდეს ну აი პირდაპირ აი გადაყვირება ხდება აი ჟურნალისტი ეკითხება ძალიან ხშირად ხდება ხოლმე და ის იწყებს რომ აი მაცადე კიდე უნდა ვთქვა და იწყებს ტონით მაღლა ლაპარაკს იწყებს გადაყვირებას და ეს ძალიან უხეშად ჩანს აზრი მაინც არ მოდის მათ კი გონიათ რომ რაც უფრო ხმამაღლა და დაამთავრებენ რაღაც მნიშვნელოვანას რომ ის მოდის და სინამდვილეში ესე არ იკითხება მსმენელის კატეგორია როგორც თავში ვთქვი არის სულ სხვა ფაქტორები ირთვება. ჩვენ რო გონია რომ მე რო გადავაყვირებ და გიყვირებთ, ის სხვანაირად მუშაობს. ის პირიქით შეგიქმნით სულ სხვა შთაბეჭდილებას და სულ არ დაუგდებთ იმ სიტყვებს ყურს შეიძლება რასაც ვამბობ. ხო, და ეს სავარჯიშო თქვა ზღაპარს რო ზღაპარი წაუკითხო ბავშვს
მაგ დროს უბრალოდ ეჩვევი რომ საკუთარ საუბარს მოგუსმინო და სწორად ჩასვა პაუზა ხო? სადაც საჭიროა უბრალოდ გაგივითარდეს სმენა საკუთარი საუბრის მეტყველების მიმართ ლაპარაკის მიმართ. რა ჩანაწერებიც კარგია. მე მოგუსმინო საკუთარს ხო? რა თქმა უნდა არის ესეთი მომენტი, როდესაც პირველად მოусმინეთ ალბათ თქვენ ხმას. ალბათ კონდათ რომ არა ეს ჩემი ხმა არ არის. კი, ყველას ეგ შეგრძნება ხო? და გული დაგწყვიტოთ ის არის ჩვენი ხმა. ხა გახსნით რატო? აი ეს დაიდეთ ხელი ესე, კისერზე 1-2 თქვი. 1-2. ვიბრაცია გესმით? ეხლა ესე 1-2. 1-2. ხო ესე 1-2. 1-2, ხო. სულ სხვადასხვა. ანუ ჩვენ ორი ბარაბნამდე ის მოდის როგორც მოდის ჩვენი გვესმის ის რომ ვიბრირებს შიგნიდანაც გვესმის და გვესმის შიგნიდანაც ამიტომაც გვესმის ისე როგორც ჩვენ გვესმის და როცა ვისმენთ სადღაც ჩანაწერს ან რაღაცას პირველი რა თქმა უნდა არის აი მე ეს ჩემი ხმა არ არის ეს ვიღაცა სხვა არის სინამდვილეში ის არის ნამდვილი ხმა ამიტომ აი ეს ახლა ჩანაწერებიც არ არის ცუდი ასე ვთქვათ პრაქტიკა რომ რაღაცნაირად დავაკვირდეთ ვაკეთებთ თუ არა სწორ პაუზებს და ინტონაციას ვახმართ თუ არა სწორედ. ხო. კიდე ერთი პლუსი აქვს გეტყვით. პაუზას, პაუზას შემიძლია მთელი საათი ლაპარაკო. პაუზის დროს ჩვენ ინსტინქტურად ვიღებთ სუნთქვას. სუნთქვა არის განსაზღვრელი ჩვენი საუბრის. აი ტექნიკურ მხარეს რაც ეხება არის სუნთქვა არის რაც გვალაპარაკებს. თავარი ჰაერნაკადი ქმნის ბევრ რაღაცებს. მე ზემოთ და ზემოთ ავდივარ და ამ დროს პაუზის დროს ჩვენ ვიღებთ სუნთქვას, ის მიეწოდება ჟანგბადი ტვინს და აზრიც კი თუ გვინდა რაღაც მიმართულებებით მივიდოთ, შეგვიძლია შევცვალოთ. ამის დრო გვაქვს. იმიტომ რომ აზრი ყოველთვის სწრაფია. და პაუზის დროს აი ხა მოდი მე სხვა რამეს ვიტყვი. პირობითად და გადავედი რაღაც სხვაგან. ხო, და გეხმარება რომ მომენტში დარჩე. მომენტში ყოფნაც რაღაცნაირი ფენომენი არის რა, რომ აი არც წარსულზე ფიქრობთ მომავალზე იმ მომენტში როცა ხარ ეს მარტო მეტყოლება არ არის, მე შემიჩნევია თქვა რაღაცა შეიძლება თამაშობდე რაღაცას, ან რაღაცა სპორტით, რაღაც სპორტულ თამაშს ან რაღაც საქმეს აკეთებდე და თუ აღარ ფიქრობ იმას როგორ აკეთებ, რაღაც ისე უფრო კარგად გამოგდის მე. ესე ხო, აი იმიტომ მოვყვები ველოსიპედი, ანუ ველოსიპედი კარგი ის არის, ვსწავლოთ, ყველა ჩაგვიხედავს და იმ წუთშივე წონასწორობა დაგვიკარგავს. ზუსტად იგივე, ანუ ეს მაგიტომ მეტყოლება არ არის ცალკე რაღაცა ფენომენი, ნუ არიან ადამიანები რაღაცის ნიჭი აქვთ თუ რაღაცა, მაგრამ ეს კიდე სხვა არის, მაგრამ მაინც აქვთ ამის ნიჭი, დროშა დააკვირდებით, აი ეს აქვთ ზუსტად, მაინც კონცენტრირებულად ყვებიან. მე კიდე არსებობს ადამიანი, განსაკუთრებით მოაზროვნე ადამიანებს აქვთ ზოგს, აიცით რა პრობლემა, რასაც უყურებ ხოლმე. აი თქვათ ეს ერთ აზრს ანვითარებს, ხო? მე იქვე უჩდება თავში რომ თუმცა სხვანაირადაც არსებობს და იწყებს გადახტომას აზრიდან აზრს და ყველაფერს ერთად ცდილობს რომ მოახვედროს ამ თავის ნათქვამში რომ უფრო ჭკვიანი გამოჩნდეს. კი არა, თქვა მართლა ჭკვიანია და მართლაც ჩდება ეს აზრი ხო საპირწონეთ სხვა განსხვავებული ხო ცხოვრებაში რა ვთქვა გავამტკიცო რომ ეს ესეა არა, თუმცა სხვანაირადაც ხდება და იწყება არევა და მსმენელი სხვა რამეს კითხულობს იმას არა რომ ჭკვიანი ხარ პირიქით მუშაობს, რომ ან შფოთავს, ან არის ის რას ლაპარაკობს, რაღაცა არეულად ყველაფერი ერთად დამაჯახა და ხო, კიდე ესეთი ისიც მახსოვს თქვენი ნაწყვეტი რილსი, რომ როცა გაკრიტიკებთ, როცა რაღაცას შეგისწორებენ, მაგ დროს გამოიყენეთ პაუზა. რაღაცა ანუ მაგ დროსაც არა მარტო ის თქვენი აზრი გადმოსცეთ, რა თქმა უნდა. რაღაცა თუ ვიღაცამ გაგაკრიტიკა, ან შევაწყოთ მოგაყენა ეგრევე პასუხის გაცემას ჯობია პაუზა გააკეთო. რა თქმა უნდა. ხო, ეს მომისმენთ ერთი ის გამოხსენდა არხი არის YouTube-ზე, Charisma on Demand, მე მგონი ესე ქვია. ზუსტად აი სულ ეგეთ რაღაცებზეა სხეულის ენაზე, რაღაც თავდაჯერებულობა როგორ იყო თავდაჯერებული და განხილული აქვს რაღაცა ხან პოლიტიკოსის ინტერვიუ, ხან რაღაც მსახიობის სცენა რო ითამაშა და სულ ეს ხო, იმიტომ მოიყვანებ ეს პოლიტიკოსი, იმიტომ კი არა, იმიტომ რომ ვისაც ყველა ერთად ვიცნობ და ხო, ცხოვრებიდან მოყავთ ეს მაგალითები და იქიდანაც მახსოვს ეს. თვალნათელი, როცა უყურებ რა შეცდომაა და ამით იწყება პროცესი. როცა ჩვენ სხვას ვაკვირდებით, მერე ჩვენს მაგალითად მე სულ ვეუბნები ჩვენს ასე ვთქვათ
სტუდენტებს, რომ აი ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ გადადოთ. ეხლა და ამ წუთში დაიწყეთ ამაზე ფიქრი და გადატანა ამას თქვენ პროექტირება საკუთარ პროექტზე გადაიტანეთ საკუთარ ცხოვრებაზე. იმიტომ რომ მე შემოდის ჩვევა, აი ესეც საოცარი რამ არის მეტყველებაში, რომ ჩვევა ასე თუ ისე საუბრის, ასე თუ ისე კონსტრუირების, ხო, თემის რაღაცა მოფიქრების, ან გამოსავლის პოვნის. ამიტომ იმისთვის რომ ესეც შემოიტანოთ, ეხლა და ამ წუთში უნდა დაიწყოთ. ოჯახის წევრთან სულ ერთია საათ ქუჩაში, რომ ეს ამან დაიწყოს მუშაობა. აი როგორც ღვედს, ხო, რამდენი რაღაც რაოდენობა გავიკეთეთ და მე აღარ ვფიქრობთ, ხო? აი იმისთვის რომ აი ამ აღარ ვფიქრობთ კატეგორიაში გადავიდეს ეს ყველაფერი, ხო, ეს რა ტექნიკა. ის უნდა ეხლავე დაიწყოთ ამის არ გადადოთ, თორემ მე დაგავიწყდებათ და ჩვევა თავისას იზამს, მაინც გასაუბრობთ ისე როგორც საუბრობთ. აი, კიდე მეტყველების საურჯიშოებიც არსებობს, ხო? კიდე ერთი კომპონენტი არის. სადამ ამაზე გადავალთ შევსვენება გავაკეთოთ, სპონსორი შეკითხვა გვაქვს, სოკარის შეისვენე და აივსე ენერგიით. ასეთი რუბრიკა გვაქვს და როგორ ისვენებთ თქვენ პირადად და იფსებით ენერგიით. რა არის თქვენთვის ყველაზე ესეთი კარგი სიტუაცია, ადგილი, რაღაცა საქმე? თუ დასვენება სხვა ალბათ, მაგრამ მე ვიფსები ენერგიით თეატრში. თეატრი არ არის შედეგი მარტო, არის პროცესი. და ეს არის ცხოვრების წესი. აი თუ დაკვირვებულ ხართ, მსახიობები არასდროს არ ამბობენ, წავედი სამსახურში. წავედი თეატრში. იმიტომ რომ ეს იმიტომ კი რომ სახლი ხდება, არ ხდება სახლია, თეატრია, მაგრამ ეს რაც უფრო მეტ როლს თამაშობ, მით მეტად უახლოვდები საკუთარ თავს. და ძიება საკუთარი თავის, აი რა არის ჩემი გზა, რა არის ჩემი დანიშნულება. ძალიან ვერ პასუხს იღებ სხვადასხვა ეტაპზე, სხვადასხვა ცხოვრების, მაგრამ ხო აი ეს მავსებს ყველაზე მეტ ენერგიით. ხო, თეატრზე და უფრო შემოქმედებით სფეროში ვინც მოღვაწეობს იმ ადამიანებს აქ ესო სამსახურს არ ეძახის, ხო? არა. და პროცესი თვითონ მნიშვნელოვანია ძალიან. მნიშვნელოვანი კი არ არის, ეს არის ცხოვრების წესი. ესე ვფიქრობ და ესე ვივსებ, როცა არ იყო აი კოვიდის დროს არ ვიცოდი უფუნქციო, აი ყველაფერს ვაკეთებდი, უამრავ ენერგიას ხარჯავდი, მაგრამ სუტყვილა სხვა რაღაცებს. ხო, მანუ საყვარელი საქმის კეთება. ხო. დაახლოებით ეს გამოვიდა პასუხი. დიახ. კარგი, მეორე სპონსორი, მეორე საჩუქარი. აი. ეს არის ტიშერტი. მაი ადრე რქო მაიკაჯი, ხარ ტიშერტი, ეს არის მაისურებზე და ასეთი ჰუდებზე პრინტავენ სხვადასხვა იმას, ესეც სპეციალურად თქვენთვის შერჩეული. მაისური არის პრინტით კი ბატონო. და ხო სტუმრიდან გამომდინარე, ეს მომცი თუ მინდა მოგაშორებთ ამ ლენტას. მადლობა. როგორ ვასაჩუქრებდი რა კარგი. როგორი კარგი. იმპათი ანბანია ხო მეგონა ჩვენი ასოკერები ხო საქართველოს ანბანი ხო ამ მაისურის შეძენაც შესაძლებელია რინგი იქნება აღწერაში აჰა ესეც ჩვენი სპონსორი ტიშერტისგან და მეტყოლებაზე ვისაუბროთ რამდენად მნიშვნელოვანია სწორი მეტყოლება თქვა თავდაჯერებულობა თქვით ეს ინტონაცია ის ცოდნა იმისაზე საუბრობ უკვე ტექნიკური საკითხი არის მეტყველება ხო? მეტყველება და სწორი კომუნიკაცია მეტყველება განსაზღვრავს ისევ სტატისტიკას და მოგიღოთ მაგალითად 20%-ით გაყიდვები მატულობს. სწორი კონსულტანტი პირობითად აი მაგალითად მოგიყვანთ სტატისტიკის დამა ზუსტებელს, ასე ვთქვათ, როდესაც შედიხართ, როდესაც კარგი კონსულტანტი ხვდებათ, შეიძლება არ გინდოდეს რაღაცის ყიდვა და მაინც ყიდულობ. კი. ან პირიქით. როდესაც რაღაცნაირად გიყურებენ, ან რაღაცა ისე არ ხდება, ჩვენ შეიძლება გვინდოდეს რაღაცის შეძენა და მე გადავიფიქროთ და სხვა დროს ვიზამ. განსაზღვრელი, აი დაწყებული, აი ამ ელემენტარული, დამთავრებული კონფლიქტების რაოდენობა კონფლიქტური სიტუაციების დასარეგულირებლად და პირიქით და წინსვლა ასე ვთქვათ და განვითარება რა თქმა უნდა. იმიტომ რომ ჩვენ კაცობრიობაში თან ხვდება რაღაც პირობით ენებზე.
ენაც განსაზღვრელია თავისი სწორი მეტყველებით ოღონდ. განსაკუთრებით ბოლო დროს, ახლა გამომდის ბებიაჩემ ანანასავით, რომ ჩვენ დროს ესე იყო, ისე არ იყო, მაგრამ რაღაცებზე ვთანხმდებოდით. მაგალითად, ქართულ ენაში ყოველთვის მახვილი არის დასაწყისში. კითხვის დროსაც კი ჩვენ ვამბობთ, რატომ გააკეთეს? და აღარ მინდა არავის არხს და მაგალითს არ მოვიყვან რომ იმის არ რატომ გააკეთეს? ეს არასწორია, ეს გამოცნახეთ გაცილებით კონფლიქტური. ხა მე ცოტა უტრირებ, რომ გასაგები იყოს, მაგრამ ელემენტარული მახვილის არასწორად გადმოტანა ქმნის სკანდალური რაღაცას. მე მესმის ყველას უნდა თავისი სტილი, ინდივიდუალიზმი იყვება, მაგრამ ინდივიდუალიზმი მეტყველებაში და ინდივიდუალურობა არ ნიშნავს, რომ ჩვენ აურიოთ ენის სპეციფიკა და მნიშვნელოვანი რაღაცა მახვილების სწორი გამოთქმა და სწორი, იმიტომ რომ ვბადებთ კონფლიქტურ სიტუაციებს, გაუგებრობას ერთმანეთში. ისაც არ გვაკლია ამ პატარა ერში, ისედაც ყველა ერთმანეთს ყველაფერზე. ქართული ის არის, ქართული ენაშია მარტო ესე? ანუ სხვადასხვა ენებში სხვადასხვა. იგივე წინდადება. ბოლოშია. იგივე წინდადებაში იქნებოდა ბოლოში. რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა, აი და ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. იმიტომ რომ ისევ და ისევ კონფლიქტური, ისეც არ გვაკლია პატარა ერი ვარ და ისეც ვერ თანხმდებით ვერაფერზე. ერთი დილას აი გახსნია რაღაც სოციალურ ქსელს და რადიკალიზმი გვაქვს რაღაცა უკვე გენში თუ სისხლში თუ რაღაცაში ყველაფრისადმი კამათი და ეს ნუ სამხრეთული ბუნებაა, გასაგებია, ემოციურები ვართ რაღაცა და ისედაც არაკლია ემოციები, ისედაც ბევრი თანხმოვანი გვაქვს რთული ხუჯო და ისედაც ენა კი არ არის უხეში, მაგრამ გაუხეშება არ ჭირდება ენას. პირიქით, მაგალითად გერმანელები თუ ხართ დაგრებული, აი მაგალითად მეორე მსოფლიო ომზე სულ სხვანაირად ლაპარაკობდნენ. აი რაიხ იყო, ხო? ეხლა რაიხ ყველაფერს არბილებენ და ჩვენ პირიქით ვაუხეშებთ იმითი, რომ გვინდა რაღაცა პირობითად რაღაცა ჩვენი სტილი გამოვიმუშავოთ. სტილის გამომუშავება არ ნიშნავს, რომ ჩვენ აურიოთ ყველაფერი. ეს უნდა მაგალითად, აი ენა როგორ საზღვრავს, ხო? აი მაგალითად ესპანურში ხიდი არის დედრობითი. გერმანულში მამრობითი და სხვადასხვა დამოკიდებულება აქვთ ხიდის მიმართ ადამიანებს. ის რაღაცა ელეგანტურთან არის, ეს უფრო რაღაცა ძლიერთან. ანუ ადამიანებს იმ ერებში ვამბობ, რომლებიც აი სხვადასხვა რაღაცა განსაზღვრელი რაღაც ნიშნავს. მაგალითად არის ენა, თუნდაც იგივე არ აქვს ცისფერი. აქვს მარტო ლურჯი. და მაგალითად ფერსაც ხედავენ, ის კი რომ ვერ ხედავენ. ხო, ცისფერი არ არის, მეგონი, ბლუ არის, ხო? ბლუ? ხო. მაგას ვამბობ, ხო. და ჩვენთან არის. და ეს საზღვრავს, აი მაგალითად ავსტრალიული ერთი ტომია, რომელსაც არ აქვს მარჯვნივ მარცხნივ. მარტო აქვს დასავლეთით, აღმოსავლეთით და ორიენტაცია აქვს უკეთესი. გეოგრაფიული ორიენტირება. ანუ სუიციან სად არიან. დასავლეთით, სამხრეთით თუ ჩრდილოეთით. ანუ ესეც მეტყველებაში ასევე მახვილები და არასწორი მისი გამოთქმა ბადებს ძალიან ბევრ გაუგებრობას. და ისეც არ გვაკლია გაუგებრობები ერთმანეთში. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. და ამის სწავლას, მაგალითად, ყველა პატარა ბავშვი თუ ხარ დაკვირვებული, ცოტა არბილებს ლელს. დაკვირვებული. პატარები, და ისე რაღაცა ჩიპჩიპები, ყველა არა, მაგრამ ბევრი. თუ კი ის თავიდანვე შენ სწორედ ხო რაღაც შეუსწორები, მარტივად სწავლობს. აი დაახლოებით ამ დამოკიდებულებითაც ვიყოთ. რატომ უნდა ვიცოდე? იმიტომ რომ კარგია, როდესაც შენ ფლობ ენას და არა ის ფლობს შენ. ხო, ენის სწავლა ნუ ალბათ რაღაცა ლიტერატურის კითხვა და ლიტერატურის კითხვაც და კარგია რომ დავაკვირდეთ. ეხლა არის რომ ვიღაცას თავისივე ხმა ესმის, ესაც ცოტა სმენაზეც არის. და კიდე რაზე იცით, აი ჩემი ხმა შინაგანი მესმის, ზოგს არ ესმის. აი მაგალითად ეს სიტყვა პარაზიტები ან რაღაც არის ჩვევები, მაგალითად რეკომენდაცია იცით როგორია, აი თქვა ჩვევა მაქვს, აი თქვენ ვისაც ენდობით, თქვენი ახლობელი, რომ როდესაც ამას იზამს გვერდში რომ დაგიჯდეთ და აი უმნიშვნელოდ კი არ გაგაჩეროთ, ოდნავ დაგადოთ ხელი.
ჩემი ცოლს მაშინ რა ტყვირა. და ეს მე ისე რომ აზრი არ გაგიწყდეთ, აქ პრინციპი ეს არის რა და მე უცებ გაიგებთ რომ ეხლა თქვი და ის გაქრება. ისე და არის რაღაცა რასაც ყურადღებით, როდესაც ბავშვს განსაკუთრებით ბავშვებს ჩვევიათ აი თინეიჯერობაში მიმბაძველობა. მე ზუსტად ვიცოდი რომელ მეგობართან იყო ჩემი შვილი. სადღაც რაღაცა უცებ აჩქარებდა, მე უცებ რაღაცა მანერული ხდებოდა, ნაკლებად მანერული. რაღაცა ერთმანეთს აი თინეიჯერები როგორც გარეგნულად ერთმანეთს მსგავსებენ, იმიტომ ინდივიდუალიზმისერიდება ჯერ რო გამოხატონ, აი ისევე ზუსტად მეტყველებაში, ხო? მაგრამ ამისთვის ვარსებობთ რომ რაღაცა ხო არის რომ რაღაცა ოჯახიდან ან სახლიდან ეს გავაკეთოთ. მე მესმის რომ ყველა ვერივლის ამ კურსზე და ისეც ბავშვები გადაღლილები არიან და ყველაფერზე ვერ ატარებ ადამიანს, მაგრამ რაღაცას ამასაც რომ მიაქციო. ხო, ყოველთვის მიქცევს რომ იწყებ უკვე მუშაობას ეგ. ის მუშაობს, ბავშვთან აი უმარტივესია, ის რაც ჩაკირულია მერე და უფრო რთულია. აი ყველაზე რთული აი სირთულე ჩემი კურსის ეს არის რომ თითქოს არაფერს ახალს ასწავლობთ, მაგრამ სულ სხვანაირად უყურებთ ჩვენივე ნასაუბრებს, ნაფიქრას და ეს უნდა ხელახლა რესტარტი გავაკეთოთ, ასე ვთქვათ, ხო? და უფრო რთულია, იმიტომ რომ ჩვენ 80% შევდგებით ჩვევებისგან და ეს ძალიან რთულია, რომ ეს ჩვევა თავის ყაიდზე მიყავხარ და არ გაცლის, რომ მაინც შენ ჩვევით საუბრობ. აი ეს არის რთული. და ბავშვები როცა ყავს, 2 წუთში სწავლობენ, არ სჭირდება სწავლა, ეს მაგათვის თითქმის თამაში. ვერც გაიხსენებს როგორ ასწავლეთ, სწორედ საუბარი. ხო, ეს ცნობილი სავარჯიშოები რო რაღაცა ენის გასატეხების გამეორება და ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. დღემდე ისინია თუ რამე არსებობს კიდე სხვა მეთოდები. ხათაშორის მინდა გითხრათ, რომ მსახიობებისგან გამიგია რომ მსახიობები რასაც ჩვენ ასე ვთქვათ, როგორც ამერიკის მამები ჩვენ ყავდა მეტყველების ესეთი ბაბულა ნიკოლაიშვილი. შემდგომ მე მანნა ბერიკაშვილიც, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ეს ქალბატონი დიდი ხანი აღარ არის, ასე ვთქვათ, აი მისი წიგნი იმდენად იდეალურად არის შედგენილი, რომ არაფრის დამატება არ ჭირდება. ჩვენ ფიქრობდით, რომ რაღაც აი ენამაც არ განიცადა დიდი ტრანსფორმაცია, რო გითხრათ, რომ აი ძალიან შეიცვალა, მაგრამ აი იმდენად იდეალურად არის ეს ყველაფერი, რომ აი ჯერზე წავიდა ინდოეთში, ეს ყველაფერი იოგასთან ერთად მოარგო ქართულ მეტყველებას. ამას ძალიან დიდი იმიტომ რომ სუნთქვა, იოგა ეხა მარტო მედიტაცია კი არ არის სწორი სუნთქვა, თავარი, ძირითადი, რაც ჩვენ ასე ვთქვათ გვამეტყველებს, არის სწორი სუნთქვა. სწორი სუნთქვა, აი მაგალითად, როცა სწორად ავიღე სუნთქვა, რატო კარგავენ ხმას 2 წუთში ისე პოლიტიკოსებს მეუბრუნდები. იმიტომ რომ არასწორად აწვევიან აი ყელისმიერად. ყვირიან, აი აქედან აღებული სუნთქვით, ჩვენ გვაქვს სამნაირი სუნთქვა, ანუ გუნკერდის, შერეულ დიაფრაგმული და მუცლის. როდესაც სწორედ ქვემოდან ამოდის სუნთქვა, ჯერზე თბება ჰაერნაკადი და იოგებს ნაკლებად აწვება ცივი ჰაერი. როცა აქ ავიღე სუნთქვა, აქვე და იმ წუთშივე პრობლემაა. და მე ისედაც უფრო დამზოგავია ქვემოდან მაშინ არ დაიღლება და არ გაუწყდება მეორე დღეს ხმა რო არა აქ არც ერთს მიტინგის შემდეგ. იმიტომ რომ სწორედ უნდა იყოს სუნთქვა, სწორედ უნდა იმეტყველო. ეს უნდა ანუ ყველაფერი არის სუნთქვის ირგვლივ, ყველაფერი იწყება მეტყველება და თავდება სუნთქვით. თვითონ მე ფსიქოლოგიურ ფაქტორებზე ვისაუბრეთ, მე ვამბობ აი ტექნიკურად, ხო? არის სუნთქვა, არის მერე სხვადასხვა კუნთი, რომელიც ჩვენ გვამეტყველებს. რომელსაც ჭირდება, რაც თქვით, ენის სატეხი, იმიტომ ჭირდება, რომ ის იმ კუნთებს ამუშავებს, ბაგებს, ენას, ასა, ყველაფერი მოქმედებს, როცა მეტყველებთ. და იმ კუნთების გავარჯიშება ხდება, აი სწორედ ამ ენის ატეხებითაც, რომელიც ჩვენ სწორედ გვამეტყველებს. აი როგორც ახლა დარბაში სავარჯიშო ფიტნესს და დარბაში, კუნთი ხო არ დაგვედება თუ ჩვენ თვითონ არ ავარჯიშეთ. ამასაც ჭირდება, რა თქმა უნდა, გავარჯიშება. აი თავდაჯერებულობაზე. ბოდიში არ დამოწყეს წიგს რა ქვია, რაც ახსენეთ? წიგნს რა ქვია, ბაბულა ნიკო, აი რა შემეშალოს ბაბულას ისე ეძახდნენ და რა ერქვა სინამდვილეში გეტყვით თუ გინდათ მე აღწერაში დავწერე ბოლო-ბოლო. ბაბულას ეძახდა ყველა და მე ნამდვილი სახლი არც ვიცი რომ ბაბულა იყო, არის ძალიან ხო, კი ბატონო, თუ გავახსენეთ მითხარით მე და აუცილებლად აღწერაში მივუთითებ. ხო, შეგაწყვეტინე.
ხო, პირის ვარჯიშზე და იმაზე მეტყველების ვარჯიშზე. ეს ხო, დამაჯერებლობაზე რომ დავიწყოთ ლაპარაკი ფსიქოლოგიური ფაქტორი ერთიან და მეორე არის რა იცით, თუ ვარ მკაფიო გასაგები, ტოლობის ნიშანია მისაღები ხვდები. თუ ჩემი მეტყველება არის გასაგები, პირდაპირ დამაჯერებლობასთან და ტოლობის ნიშანი. ეს ტრამპი იყენებს მაგ ტექნიკას, მე რაც მინახავს, რომ გაუკეთებიათ ანალიზი, აკეთებს მაგას, რომ მაქსიმალურად გასაგებიო, ძალიან მარტივ წინადადებებით ლაპარაკობს. აი მაქსიმუმ 3-4 სიტყვისგან შემდგარი წინადადებებით ლაპარაკობს, როცა ხალხს მიმართავს და ძალიან მარტივი სიტყვებით, არ ზუსტად რთულ სიტყვას და ეს ზუსტად რომ აი გასაგები იყოს მაქსიმალურად, რა ეგ არის აუცილებლად. აი სწორედ თქვით, აი გახსოვთ რომ გითხარით, რომ აი თქვათ ჭკვიან ადამიანებს ემართებათ ხოლმე, რომ ერთი აზრი მერე მეორე აზრი და ის ირევა. აი ზუსტად ეს ამის ახსნა მინდოდა, რომ ჯობია ერთი აზრი და განამტკიცო ის ყველაფრით არავერბალურათაც სიტყვითაც კაფეობით, გასაგებობით, ვიდრე აურიო ყველაფერი და დავრჩე გაუგებროში. კი, მე შემექნება შთაბეჭდილება, რამდენი რამე იცის, თქვათ, ახსენა კანტი, მერე გადავიდა ჰეგელზე, მერე გადავიდა ვერბახზე, მაგრამ აზრი მე არ მოვა ჩემამდე ის მესიჯი, რომელიც თქვენ გინდოდათ და ის მიზანი არ იქნება თქვენი მხრივ შესრულებული, გესმით? აი ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვიყოთ გასაგები. თითქოს როგორი ელემენტარულია, მაგრამ სინამდვილეში ადამიანი რა ზედაპირზე დევს, იმას არ აქცევს ყურადღებას. და აი რაღაც თავისით ფიქრობს. ეხლა ამაზე ვსაუბრობთ, ის გამახსენდა დეილ კარნეგის როგორ მოვიპოვოთ მეგობრები და როგორი მოქმედეთ ადამიანს, მეგონი ეგეც წიგნი არის. მაგ წიგნზე სიტყვით, მე წავიკითხე ძალიან დეაჩემა დამაძალა, წაკითხა, ვიყავი ალბათ 14-15 წლის ალბათ და მაშინ ძალიან იმოქმედა ჩემზე. ძალიან გასაგები მარტივი წერია, იქ მარტივი მაგალითები მოყავს ხო და ზუსტად აი რაღაც ისეთი მაგალითები მოყავს და ისეთი რაღაც, რასაც ალბათ იქ რო არ წამიკითხარ, ზუსტად არ დავაკვირდებოდი. მაგალითად, სახელით რომ მიმართავ ადამიანს, უცხო ადამიანს თუ შეხვდით, თქვა, ბიზნეს შეხვედრაზე და სახელით მიმართავ და გაიმეორებ რამდენჯერმე მის სახელს, როგორი მნიშვნელობა აქვს ამ დროს, ეს შეხვდით რა მნიშვნელობა აქვს სახელით მიმართავ თუ ისე ეტყვა, მაგრამ როგორ მოქმედებს და ესეთი რაღაცები აქვს აღწერილი, აი კომუნიკაციის უნარები ზუსტად, რომელიც ძალიან მოქმედებს ადამიანზე რა. ო, ძალიან ბავშვზე განსაკუთრებით თუ შეგეშალა და უთხარი ლიზი და არა ლიზა, აი პირდაპირ მთავრდება ჩვენ შორის ნდობა. ხო. და რამდენს მეცადინეობ, იმიტომ რომ რატომღაც მაინდა-მაინც სახელებზე მაქვს ცუდი მეხსიერება, არა იმიტომ რომ შეიძლება ადამიანი არასდროს არ დამავიწყდეს, მაგრამ რატომღაც აი სახელი და გვარი და ჩემ თავს აი წინასწარ ყოველთვის ბევრჯერ ვიმეორებ, რომ არ თქვა შეცდომით სახელი, იმიტომ რომ ძალიან განაწყობს ადამიანს ცუდად. ხო, რაღაცა ნდობას აქრობს თითქოს, ხო. გრამატიკას თუ აქვს მნიშვნელობა? აქვს, რა თქმა უნდა, თუმცა აი ჩვენ ენას აი ცოტა თავი გასაგები იყოს ალბათ, ხო? აი ცოტა რაღაცა რუსთაველის ენა რაზე ალაპარაკი, მაგრამ არ არის მოქნილი, არ გამოყვა, იმიტომაც არის ამდენი ბარბარიზმი, ამიტომაც არის ამდენი ინგლისური, თავის დროზე რუსული და გავლენა, იმიტომ რომ ენას რაღაცა ჭირდება ხოლმე რა, აი მაგალითად ახლა რომ მოვიდეთ და წერდით ისა, საცობში ეს პირდაპირ რუსულიდან არის. გადასარევი სიტყვა გაქვს ჩახერგილი, მაგრამ აი ეს რომ დამეწერა ხო, მაინც რაღაც ძალიან დავძაბავდი ჩვენ შორის რაღაც ურთიერთობას კი არა რაღაც ის არ ვიცნობთ კარგად პირობითა და უზო ჩახერგილი ვარ და კი გადასარევი ხერგში ვარ, აი რა გავაკეთო, აი რაღაცა იმიტომ კი არა რომ ცუდია, მაგრამ ვერ შემოვიდა ეს იმდენად ბევრჯერ უნდა გვეთქვა რომ გამختارიყო, შეიძლება უარესი სიტყვებიც გვაქვს, ხო? უარესი რას ვამბობ, არ არის იმდენი ვთქვა სუთანხმოვანი, მაგრამ არ მოდის ის სიტყვები, რაც ხო, მოკლედ თავარია ამიტომ აი თეატრშიც კი ლევანი სულ ცდილობს რომ როცა ვიღაცა შეუსწორებს ნიკა კუჭავა ხშირად უზობს რა არა ესე ქართულად არა ვთქვათ რა, იმიტომ რომ მაყურებელს და ჩვენ შორის არის რაღაცა უბსკრულივით, იმიტომ რომ რაღაც ენამ უნდა რაღაცა ერთი იყოს ცოცხალი.
ჭირდება და აი ცოტა გვაქვს ეს რომ რაღაცებში არ განვითარდა და ამიტომაც ამდენი ინგლისური და ამდენი აი გემრიელად ირგებენ რა. კი არ მე მაგალითად გრამატიკულად ვცდილობ ხოლმე რომ გამართულად თქვა როცა რაღაცა, მაგრამ აი მაგათად ვიცი რომ არის ახლა სწორი და არა ეხლა, მაგრამ აი ვერ ეხლა უკვე ორივე შეიძლება. ვერ ვქენი რომ ახლა ვიხმარო. ორივე შეიძლება. ეხლა მიჩვენია. მეც. ხო. მეც, მაგრამ შეიძლება ორივე. ბევრი რაღაცა დაიშვა, მაგრამ ეს უკვე აღარ იცი. მაგალითად გამარჯობა და არა გამარჯობათ. და ну იქნება არ ვიცნობ ადამიანს საკმარისად მინდა ეს რაღაცნაირად ითხოვს შინაგანად და რთულია. არის რაღაც რეკომენდაცია ინტერნეტით, რომ სულ შენობით მიმართ. მე ვიწყებ შენობით, იმიტომ რომ ვიციას და მე მაინც თქვენობაზე გადავდივარ. ესე უფრო კომფორტულად ვხსოვთ. ვიღაცა ისე უფრო კომფორტულად ვხსოვს. არის რაღაცა ენასაც ცოტა ჭირდება რაღაცა, ხო? თავისთავად არ მოხდა ეს არავის ბრალი არ არის, ეს ჩვენ ესე მოხდა, როგორც მოხდა, რა ვიცი. ხო, და კიდე კომუნიკაციაში ცხეულის ენაც ძალიან მნიშვნელოვანია. აი მაგალითად როდესაც კურსზე არის ცხეულის ენასაც ეხებით. ცოტა შეს მაგას ძალიან მინდოდა რომ კიდე მეტი რაღაცები გამაკეთებდი, მაგრამ ნუ ელემენტარულს გეტყვი. ყველაზე მნიშვნელოვანი, აი კარგი რეკომენდაცია, მაგალითად იგივე ჟდომის დროს და დგომის დროს მაგას ვაკეთებთ, პოულობთ აი აქ წერტილს მე-6 მალასთან არის კუნთი, რომელიც უნდა გაამაგრო და ჟდომის დროს სადღაც აი აქ რა მხრებთან. ეს არ ნიშნავს რომ ასე ეს უფრო რაღაცა უთესანი გოგოა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი. აი ნახეთ, ეხლა ვზივარ და ესე გიჩვენებთ, როდესაც მე ჩაკდებული მხრები და კისერი, განსაკუთრებით საზღვრავს კისერი, კუსკისერს ეძახიან, ის არადამაჯერებლობას ასხივებს. ხო. გადაჭგიმულობა არ არის კარგი, ის პირიქით ძაბავს ურთიერთობას, რომ მე რაღაცა მინდა რომ დომინანტი ვიყო თქვენთან საუბარში, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია იმ წერტილის დაჭერა, ამასაც ვასწავლით. იგივე დგომის დროს რომ ჯერ ისეთი არ დავიღალოთ. მერე ხუჯუგჟერ ხო არის რომ იწყებს გადასვლას ფეხიდან ფეხზე, აი არ იცის საწაიღოს ხელები და ტანიც და იწყებს სხეული არასწორად, ანუ მე კი ვლაპარაკობ თითქოს დამაჯერებას, მაგრამ სხეული გამცემს რომ ვღელავ ან რაღაცა სულერთია ჩემთვის ამ თამაშობ რო სულერთი, ანუ ბევრ რაღაცას აი ხა ბევრ რამე გიჩვენეთ, ხო? ისიც და რა თქმა უნდა აქვს მნიშვნელობა, აი ხა მაგალითად როდესაც მე ვიტყვი რომ მე კარგი მენტორი ვარ. მე არამიშავს მენტორი ვარ. სად იყო უფრო დამაჯერებელი, ხო? პირობითად აქ. რა თქმა უნდა, სხეულის ენას აქვს მნიშვნელობა, თუმცა აქაც არის რაღაც კლიშეები, ასევე პოლიტიკოსებს მოკლედ. ყველა რო ასე დგას დაკვირებული ხართ? კი, ეს. ხო, მაგრამ მანდ მივდივართ, რომ ანუ ესეც რაღაცა რამდენი ხანი შეიძლება ასე. ხო, მე უკვე ეგ იქცევს ყურადღებას დიდი ხანი ხო? აი, იქცევს ყურადღებას ზუსტად. იმიტომ რომ რატო არაბუნებრივია. ეს რაღაცა აქვს და ვერ მოირგო. გონია რომ მოირგო და ამას მიაჭიჭინდა და აქ არის. ან რაღაცა კალმისტარი რო უჭირავთ და არასდროს არ ხმარობენ იმ კალმს, საუბრობენ და არასდროს არ მინახავს რაღაცა ჩაეწერა. მე რატო გიჭირავს? ხო და შემოინიშნე. კი, რაღაცა მაგისტრის მაკრო მომიჩნე, მაგრამ იმაშიც მეხმარება ხოლმე. ხო. მაგრამ ერთია რომ მეხმარება და მეორეა რომ იმ მიშველე. ხო. კალმისტარო მიშველი, იმიტომ რომ ხელი არ ვიცი საწავიღო, ზედმეტი არ იყოს, ცოტა არ იყოს რაღაცა, ხო? ამიტომ იგივე ეს იქნება. ან მაგალითად ამბობენ, რომ ეს არის რაღაცა ქედმაღლუხ და ჩაკეტილობ. მე არ ვეთანხმები. იცით რა არის? რა საზღვრავს, ნახეთ? აი მე გისმენთ. ხო. აი ზემოდან ყურება რა არის. კისერი საზღვრავს და არა მაინდა-მაინც ეს. გაჩნია მე რას ვასხივებ, თუ მე გიყურებთ. კისრით ხო? ან კისრით გიჩვენებს, რომ მე ვარ დომინირებ ან ქედმაღლურად ან რაღაცა. ახლა კიდე ის გამოხსენდა, ტრამპი გამოხსენდა მაგაზე გუშინაც. და თუ ესე გისმენთ, რატომაც არა. ეს უძდება გვერდულად უყურებს ყველას ეს რომ აი სხვა ქვეყნის ლიდერებს რა ხდება. ხო. ეს გვერდულად უძებს ხოლმე და ესე ელაპარაკება რაღაცა ეს წინ არ უდგება, არ უტრიალდება, ხო. ხო. რა თქმა უნდა, ბევრი ხელის მოძრაობაც შეიძლება არ არის კარგი, ერთ-ერთი საوارჯიშოა კარგი, აიცით როგორ არის, აი ვთქვათ რომ ესე რომ დავდგე და უკნიდან მეორე სტუდენტმა ან რა ვიცი ადამიანმა ხელები და მე ვლაპარაკობ და ის ხელებით ამას აფორმებს რა, ანუ რას გააკეთებდა საუბრის დროს. მაგრამ მე მაგალითად გაჩნია
რა თქმა უნდა სად ვარ და რა შეხვედრაზე და მე მიყვარს ხელები ზოგადად ძალიან ჩემთვის სახიერია განსაკუთრებით ლამაზი ხელი ვიზუალიზაცია ქვია ვიზუალიზაცია გარეგნულიც და ვასხივებთ ცვეგის ნაწარმოები მახსოვს ხელები და ბავშვობიდან რაღაც ჩამრჩა და ძალიან ვაკვირდები ყველას ხელის მოძრაობას და ძალიან სიამოვნებს როცა ის ორგანულია ხარ როცა ბურატინოს ავით რაღაცას ლაპარაკობს ან ასე დგას გაუთავებლად არა მაგრამ აი თუ ეს ბუნებრივად მოყვება ადამიანს მოგეთ მივდივართ ახლა ნანა ბუნებრივობისკენ მაინც ძალიან ინდივიდუალურია და მნიშვნელოვანი რომ ადამიანი იყოს ბუნებრივი საუბრის დროს შეიძლება რაღაცები შევისწავლო და მაგ დროს ცოტა ვიყო დაძაბული თქვა სიმკვეთრეზე იქნება რაღაცა ვარჯიშზე ცოტა ხანი კუნთიც გვეტკინოს მაგალითად თავიდან ტკივათ ამ ვარჯიშების დროს ხო თითქოს ყველა საუბრობთ მაგრამ იმ კუნთებს ვარჯიშებთ რომელიც უფრო მერე დაეხმარებათ რაღაც შეხვედრებზე ხო ან რაღაც უბრალოდ საუბრის დროს მაგრამ ნუ ყველაფერს ბუნებრივობას ფასი არ აქვს კი ჩვენ შეიძლება თავიდან როგორც გითხარით რაღაცა დავძაბოთ გონებაც და კუნთებიც მაგრამ მე რო ის გახდება ჩვენი ყველაზე ძვირფასი საუბარი არის ბუნებრივი როდესაც გულწრფელი ხარ ძალიან ბევრი რაღაცა გეპატიება თუნდაც შეგეშალოს თუნდაც რაღაცა აზრი გაგიწყდეს და დაუბრუნდე რა თქმა უნდა არის ბუნებრივობა არის აი ფასდაუდებელი რა მეტყველებაში ხო ეს ვიზუალიზაციაში ამ სხეულის ენა არის თუ კიდე სხვა რამე შედის ვიზუალიზაცია ცოტა სხვა რამე მაგას დასწავლეთ ხო კონკურსზე აბა მე მეგონა ვიზუალიზაცია ცოტა სხვა არის ეს არის აი ეს ემოციური მხარე რომელზეც არ გვილაპარაკე ხო ვილაპარაკეთ აი პაუზა გავაკეთე იქ რაღაც აი რა არის კიდე ემოციურად ჯერზე ჩვენ ვიმეორებთ რაღაცებს ერთმანეთის ისე რომ ამას არ ვაკვირდებით აი პირობითად ხომ დაგირეკავთ ვინმესთვის ტელეფონზე და რომ გეუბნება როგორ ახარ და ის გეუბნება რომ ბავშვს ვაძინებ თქვენ რა საუბნებით ჩუხმა დაბლა კარგი მერე დაგირეკავ თქვენ ხო არ აძინებთ ბავშვს ანუ ჩვენ ხშირად ინტონაციასაც და ემოციებსაც ვკითხულობთ გარდა აზრის და ტექსტის ამის მიღმაც რაღაცებს ვკითხულობთ და გადმოგვედება ხოლმე და ან ჩვენც ამ ნერვიულდებით როცა თქვენ ნერვიულობთ არის რაღაცა რეკომენდაციები მაგრამ ვიზუალიზაცია მეტყველებაში ეს იცით როგორი რამ არის როდესაც მე მინდა რომ რაღაცა მოგიყვეთ აი მაგალითად აი გადასარევი კაფე იყო რეკომენდაციას უწევ რაღაცა კაფეს ხო ძალიან კარგი კაფე იყო ძალიან კარგი ყავით მაგრამ როდესაც მე თვითონაც წარმოვიდგენ იმ ყავას იმ კაფეს და ჩემი არა ფანტაზიის არ წარმოდგენის და წარმოსახვის ხარჯზე ისე გიყვებით ის გაცილებით გადამდებია ანუ ვიზუალიზაცია ემოციით აი რომ ჩვენ გავაერთიანოს რომ ისეთი ყავა იყო აი ისეთი რომ ზამთარში რომ გაგათბობს და რაღაც უცებ მე მოგინდება რაღაცა გახედო ბუხარს და ისეთი კარგი იყო ხო ანუ აი ხა მე მართლა წარმოვიდგინე და ისე მოგიყევით მაშინ ის უფრო ჯერშეთ გულწრფელია და არ არის მშრალი აღწერა წითელი მწვანე ლურჯი კარგი ბუხარი მაგრამ როცა მოყვების კარგი რაღაც ტატუ ქონდა ბარმენს და ისეთ მყუდრო გარემო იყო ის გარემო თითქოს მარტო მე რო ხედავ თქვენც ხედავთ კი ანუ ეს არის ის ემოციური პლასტი რომელიც მნიშვნელოვანია მეტყველებაში და ემოციები არანაკლებია მნიშვნელოვანია მეტყველებაში და კომუნიკაციაში ვიდრე ჭკვიანური აზრები ეს არის რაც ანუ ვიზუალიზაცია არის ემოციის ჩადება ხო ემოციის ჩადება აი რის ხარჯზე როცა მეკითხებიან ხო არ ვიწყებთ რომ რაღაც მეტი ჩრობა ხო არ არის ემოციები ან აუწიე ხმას ან რაღაცა თქვა ამერე ესე ვთქვა ეს არ არის ესეთი ის არის უფრო რაღაცა მანერულობა და ცოტა უფრო სიყალბე და ეს ვიზუალიზაცია არის ნამდვილი რაღაცა ნამდვილი ემოციები იქნება სიტუაციის წარმოდგენა თუ რაღაცის აღწერილობა მაგალითად ანტონ ჩეხოვი ამბობდა რომ ის დრამატურგი იყო და მწერალი და ექიმიც იყო რომ ეს ძალიან მომწონს რომ გლეხსო უნდა მიცემ მწარე წამალი და შრომას არის მიჩვეულიო და აი დაღლასო და აი რომ გაუმწარებსო პირს ის უფრო ჩათვლის რომ ის მკურნავსო მასო და ინტელიგენცო ლამაზი ანუ აი თვითონ მიდგომა არის აი ესეთი, როდესაც ჩვენ ამას რაღაც ემოციებს მოყოლა გვინდა და ჩვენ თვითონ წარმოვიდგენთ იმას რასაც ის უფრო გადამდები და რაღაცა ათფობს და ვაერთიანებს თხრობის დროს. ხო.
რამდენად ეს ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა არის რეკომენდაციები, მაგალითად ბიზნესშიც, როცა ადამიანის მაგალითად ტემპიც არის, ტემპორიტმიც არის მეტყველებაში. როცა ვიღაცა სწრაფად ლაპარაკობს, თუ გვინდა რომ ის კომფორტის ზონაში იყოს, ჩვენც უნდა დავაჩქაროთ საუბარი, რომ ჩვენ რაღაცა და უფრო იყიდეს პორშეს. ესეთი. ნუ ხარ უნდა არაფერს არ იყიდეს, მაგრამ უფრო კომფორტულ ზონაში არის და გემრიელად გრძნობს თავს თუკი. ნელა საუბრობს ჩვენს, იმიტომ რომ აი როგორც გითხარით, ჩვენ ემოციებსაც ვკითხულობ და ვიმეორებ და რაღაცები გვატრიგერებს, რაღაცა არა, რაღაცა მოგწონს, რაღაცა ნაკლებად და სულ ეხა ხო ყველაფერი აწყობილია, რომ ჩვენ უნდა კომფორტულად ვიგრძნოთ თავი, ნაკლები სტრესი, ნაკლები ის. კი. რამე კიდე არის რამე საკითხიც არ გვითქვამს არ შევხებივართ ამ ყველაფერს რაც ისწავლეთ თქვენ მითხეთ ქარიზმის სწავლა არის თუ არა შესაძლებელი ვიმეორებ მხოლოდ ვთვლი რომ აი მაგალითად როცა გავეცანი მთელ ამ ну რაც კი ვინმე სოფლიოში არის აი რაღაც თემები რაც ყველას ერთი გვაქვს ძირითადი და მე გადადის რომ აი თუ გინდა რომ სამსახურში დაგაწინაურონ და გასწავლით როგორი ხმით ისაუბროთ ან პირველ პაემანზე და მე მგონია რომ ეს უკვე შარლატანობა იმიტომ რომ აი მან მივდივართ სიყალბისგან მართალია მსურველები ბევრი ყავთ ხოლმე ეგეთ თემებს რომ პაემანზე როგორ კი და ეთყობათ ადამიანებს ესეთ ხშირად რომ ასწავლი მანერები აქვთ და ისა და ძალიან არასწორად მიმაჩნია, იმიტომ რომ ხა ვასწავლო ვიღაცას, აი შეიძლება იმიტომ რომ ვიღაცას მოიწონები და იქნებ სულ არ მოწონს ადამიანს, აღიზიანებს პირიქით და მოწონს ესეთი ვიღაცას დაბალი ხმა და მოწონს ხავერდოვანი დაბალი ხმა, რა ვქნათ ახლა. ან მაგალითად დაბალ ხმაზე აი ყველა მეკითხება რომ ეს რეგისტრი, საშუალო რეგისტრით გვასწავლით საუბარს, მაგრამ საშუალო რეგისტრი ჩვენ ყველას ჩვენი გვაქვს. იქიდან გამომდინარე უნდა იპოვო შენის არ შეიძლება მე დავადაბლო ხმა, იმიტომ რომ კარგია, აღარ არის კარგი, ის კარგი არის ვისაც აქვს ბუნებრივად, ვიღაცას მაღალი აქვს, ხო? ხო. თან და გითხრათ რომ ხმა და ხმის ტემბრი, როგორც ცითის ანაბეჭდი, არის ერთი და ინდივიდუალური. შეიძლება გვიგავდეს ვიღაცას ხმა, მაგრამ ჩვენ გვაქვს ყველას ინდივიდუალური. გუშინ შემხვდა ეგ ნიუსი რომ ხმის ტემბრით როგორც ანაბეჭდით ესე შეიძლება ყველა ადამიანის გამორჩებას და ნუ რაც ის უნდა ხელოვნური ინტელექტი უნდა ამას გაარჩიოს, მაგრამ ყველა ადამიანს აქვს ინდივიდუალური აი ესეა. ამიტომ მაინც ყველანაირი ქარიზმა და ნიჭი შეიძლება ვისწავლოთ? არა, ვიყოთ ბუნებრივები, იმიტომ რომ ჩვენი ბუნებრივი, აი იქ ვიპოვოთ ჩვენი ნიჭი. ჩვენ ყველას რაღაცის ნიჭი გვაქვს. და იქედან ჩვენი ტემბრიდან, ჩვენი ფსიქოტიპიდან, უნდა იქედან იქ ვეძებოთ, არ ვეძებოთ გარე. ხო, ანუ ქარიზმის შემადგენელი არის ეს ყველაფერი ერთად, თუ კიდე რამე არის დამატებით? ინდივიდუალიზმი და გასაგებობა რომ მნიშვნელოვანია. ხო. აი და სიმკვეთრე და ეს არის აი 2 2 4 ეს აუცილებელია იმ წუთში ვხვდები გასაგები, მისაღები და დამახსოვრებული. ნახეთ რა მხალა, აი პირე ფორმულა, აი აქსიომა, როდესაც გავიგე, მაგალითად ადრე ჩემ ბავშვობაში რომ შეიძლებოდა მაყურებელი თეატრში შვავი, მაშინ უცებ შეყვირებდა. ბრავო! მაგალითად. აი ერიკოს მახსოვს თამაშობდა და ვიღაცამ ბრავო, ანუ მე გავიგე. და ასევე არის მის აი ეს მე მომის მენია ჩემ ბავშვობაში და შემშინებია რომ ვაიმე და ხან ეტაპს ახებს ხელი შეეშალა. იმიტომ რომ უძდელები იყვნენ, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია და რაც არ უნდა ხა მე ვეცადოთ და თანამედროვე სტილით ახლა ახალგაზრდებს აქვთ ეს რომ მესმის ყველამ უნდა ეძებოს რაღაცა ახალი და დაგმოს ძველი, თქვათ ჩვენ old school ვართ ისინი new school, მაგრამ თუ ვერ გავიგე რაც გინდა ითამაშე როგორც გინდა ითამაშე, დარჩები გაუგებ. მე შემექნება შაბედრება, რომ ის ნაკლებად კარგი მსახიობი. და ესე ექმნებათ, იმიტომ რომ არ ესმით. რა რა თქვა, არ შეიძლება. ხო. ესე მუშაობს. კი ბატონო, იყავი განსხვავებული, ჰოლივუდში როგორც თამაშობენ ძალიან ბუნებრივი, მაგრამ გავიგო. ხო.
მე ხომ მომცეთ რამე იმას შენიშვნას ახლა ან შესწავლას არა. კარგი და ბოლო კითხვა მაშინ, ტრადიციული, რა არის ცხოვრების აზრი? ой, როგორი რთული კითხვა. სამშობლო. სამშობლოს სწორი სამშობლო. ძალიან განსაზღვრელი. ამას იმიტომ არ პატრიოტიზმი მარტო ესე კი არა. ამას მივხვდი, რაც აი ჩვენ ძალიან ბევრ გასტროლზე დავდიოდით და მოვლილი მაქვს მთელი მსოფლიო. და ყველგან ცავეგეთ კითხოს, აქ ვიცხოვრობდი? და მიცხოვრია კიდევ სელევანით გავდა ხოლმე 2 თვე ცოტაში და აქ ვიცხოვრობდი. განსაზღვრელია, რომ სახში იყო კარგად. ეს ცხოვრების აზრი. აი ეხლა მე ნაწილობრივ ებრაელიც ვარ, ასე ვთქვათ, მამაჩემის მხრიდან და აი რომ უსმენ ადამიანებს როგორ ლაპარაკობენ, იგივე ჩემ ახლობლებს, ჩემ ნათესავებს როგორ ცხოვრობენ. აი იმდენად უჭირავთ ეს იმდენად დიდხანს ეძებეს თავის სამშობლოდ, და რომ იპოვეს იმდენად ეს საზღვრს წარმოგიდგენიათ ბრუნდებიან ეხლა აი ამ სიტუაციაში უკან. იღწვიან რომ ჩააღწიან თავის სამშობლოში, იმიტომ რომ სახლი საზღვრავს ყველაფერს, შენი სამშობლო. ოღონდ ფართო გაგებით სახლი და არსად არ უნდა გინდოდეს წასვლა, არასდროს. სამოგზაუროდ მხოლოდ. ამისთვის უნდა იყოს აზრი, რომ ჩვენ ყველამ ჩვენ თვითონ არ ვაბრალოთ სხვას, ვეცადოთ, რომ ეს იყოს ყველაზე კარგი და კომფორტული გარემო. კარგი. ძალიან დიდი მადლობა. პირიქით. ძალიან დიდი მადლობა, რომ ხელა იმაში იყავით ჩახერგილის ამ ჩვენამდე მოხვედრით. ხო, ჩახერგილი მადლობა. ხო, და ჩვენთვის გავუნახეთ რომ და ბოლოს სად უნდა ნახოთ თქვენი კურსი, რომ ვისაც მოუნდება რომ გაიაროს ეს კურსი, სად კეპლერის აკადემიაში. სოთაშეს აი მათ ბრავო და დაში რომ ეს იდეა მათი მარიამს გაუჩნდა ეს იდეა კეპლერის აკადემიაში და თვლი რომ იმიტომ რომ ეს არ არის უბრალოდ მე ძალიან ანთებული ვარ, ეს არის ჩემი ახალი მარსა საინტერესო, იმიტომ რომ აბსოლუტურად არაფერ კავშირში ადამიანები სამხიობობასთან უცებ იმდენი ნიჭიერი ადამიანი აღმოაჩინე, რომ ვარ აი შტაბეჭდილების ქვეშ, უკვე მე-10 პრემიერა გვაქვს, პატარა მინი სპექტაკლს ვაკეთებთ და ძალიან ნიჭიერი ეს მინი სპექტაკლი არის ამ მეტყველების კურსზე, ხო? პატარა მოკლემეტრაჟიან სპექტაკლებს იწყებთ, ხო, და ნუ ის ჯერ არ დაგიწყიათ, ხო? ჯერ არ დაგიწყიათ. რამდენი ხანი რაც აკეთებთ ამ კურსს? უკვე მე-11 სპექტაკლი გვაქვს, 1 წელი. 1 წელი. კარგი, კეპლერის აკადემიაში. კეპლერის აკადემიაში. კარგი, დავასრულოთ. მოყოლებას შევახსენებ, რომ სოკარი, სელფი და ტიშერტი იყვნენ ჩვენ მხარდამჭერები და მადლობა კიდევ ერთხელ და პირიქით, მადლობა რომ მომიწიეთ. ახონდეს. ახონდეს. საინტერესო იყო.